მოგესალმებით მეგობრებო, მინდა დავიწყოთ სასიხარულო, რამდენად სასიხარულო არ ვიცით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში განვიხარდა, რომ ქალბატონმა მზიან შესყიდა შიმშილობა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ყველანი დამცველი მჭირდებით ამ პროტესტს. ჩვენ ვართ მოძრაობა საპროტესტო აუდიტორია, ჩვენი ამოცანაა მუხტის გაძლიერება, პროტესტის გაძლიერება და ცოდვით შეიარაღება. ჩვენ არ გავჩერდებით, რაც უნდა მოხდეს ჩვენს ამ მოძრაობას რამოდენიმე ხელოვნურად შექმნილი ხარვეზი უკვე ქონდა, მაგრამ გადავლახეთ ეს ხარვეზებიც. ჩვენ არ გავჩერდებით, სანამ პროტესტი არ მივა ლოგიკურ დასასრულამდე. ლოგიკური დასასრული კი რა თქმა უნდა არის ხალხის გამარჯვება, ხალხის ისტორიულ ფესვებამდე დაბრუნება, რომელიც ჩვენ ყველას კარგად გათავისებული გვაქვს. დეპიუს არ შეგაცნებთ, ძალიან საინტერესო ლექცია ქალბატონ თეონასთან ერთად. დიდი მადლობა სტუმრობისთვის, სასიამოვნო სააუდიტორიო საღამოს. მადლობა. მადლობა. მოგესალმებით ყველას. ცოტა უჩვეულო ფორმატია ჩემთვის და უჩვეულო ფორმაში ვარ ლექციისთვის, მაგრამ ალბათ ეს არის ჩვენი მოცემულობა დღევანდელი. მე ვარ დამოუკიდებელი ჟურნალისტი და ასევე არასამთავრობო მედია ხმის აღმასრულებელი დირექტორი და ასევე ბოლო 2-3 წელია ვიკვლევ სოციალურ ქსელებში ტროლებისა და ბოტების თემებს და შევეცდები, რომ რაღაც მიგნებები გაგაცნოთ და ცოტა მეტი ინფორმაცია მოგაწოდოთ იმის შესახებ, თუ რა ხდება და როგორ არის მოწყობილი ეს ყველაფერი. პატარა პრეზენტაციაც მაქვს თქვენთვის და დღეისათვის საქართველოში ვიყენებ უი რა კაია. გავაგრძელოთ გონი. ეს არის ის სოციალური ქსელები, რომელსაც დღეს საქართველოში იყენებენ და არა მარტო, მაგრამ ყველაზე პოპულარული საქართველოში და ყველგან, ასე ვთქვათ, ჩვენ ვარ დაუცველები. უსაფრთხოება, რომელზეც მე ვსაუბრობ, ეს არ არის კიბერუსაფრთხოება და არ ვაპირებ იმაზე საუბარს ამჯერად, თუ როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი აკაუნტები, რა უნდა ვქნათ. ეს არის უფრო საფრთხე, რომელსაც ჩვენ გვიქმნიან ტროლების ფერმები, მათი არსებობით და იმ მენტალურ საფრთხეებზე, რომელიც მათგან მომდინარეობს. ყველა ამ ქსელში ვარ დაუცველები. ხო, რა მიზნები აქვს ტროლებსა და ბოტებს? ეს არის დეზინფორმაციის გავრცელება, ეს არის დევნა, რომელიც ყველა ჩვენგანს ალბათ საკუთარ თავზე გამოუცდია ერთხელ მაინც და ეს არის დისკუსიების ჩაშლა. დისკუსიების ჩაშლაში მაგალითს მოგიყვანთ, ბოლოს რაც ვნახე, მაგალითად ჯგუფ დაიტოვეში ჩვენმა თანამოაზრემ დაპოსტა მაგალითად, რომ როგორ გავაუმჯობესოთ აქციების ორგანიზება. შემოდის ტროლი და წერს ვითომ ასევე ჩვენიანი, რომ საერთოდ ღირს კი ამ აქციების გაგრძელება. მერე მეორე ტროლი პასუხობს, რომ ხო, რაღაცა არავინ არ არის, ოპოზიცია გაბანძდა და მერე უკვე ნამდვილი ადამიანები, ჩვენი თანამოაზრეები იწყებენ მათთან საუბარს იმაზე, გაბანძდა თუ არა პროცესი, ასე შემდეგ და მთავარი მიზანი რაც იყო თავიდან, რომ გავაუმჯობესოთ პროტესტი, იკარგება. ასე ისინი მიზან მიმართულად ცვლიან დისკუსიების რაკურსს და ფოკუსი გადააქვთ საერთოდ სხვაგან. როგორ მუშაობს? ალბათ ყველას გაგიგიათ ტროლების ქარხანა, იგივე ტროლების ფერმა, თუმცა ძალიან ცოტა ინფორმაცია გვაქვს, თუ არსებობს საერთოდ საქართველოში და მე გეტყვით, რომ არსებობს, ეს დადასტურებულია და ერთი არა და არც 2 და 3, ბევრი ფერმაა. მათი უმრავლესობა ეკუთვნის ხელისუფლებას ან პრორუსულ პოლიტიკურ ძალებს და გეტყვით, როგორ დასტურდება ეს ყველაფერი. ტროლების ქარხნებს აქვთ ძალიან ზუსტი მექანიზმი მუშაობის და
ჩემი აზრით ქართულ ოცნებას ეგრე რომ სახელმწიფო ეშენებინა, დღეს ჩვენ აქ არ ვიდგებოდით, იმდენად საათივით არის აწყობილი მთელი სისტემა. როგორ მუშაობს ტროლების ქარხანა გაარკვიათ ამ ძალიან მამაცმა ჟურნალისტმა, რომელიც 2013 წელს შეიფარა რუსეთში ყველაზე დიდ ტროლების ქარხანაში, რომელიც მდებარეობს სანქტ-პეტერბურგში და დღესაც მუშაობს, ის დააარსა პრიგოჟინმა, მოკლულმა და ამ ქალმა, რომელიც ჟურნალისტი იყო, გამომძიებელი, რა თქმა უნდა, უკვე დევნაშია და 7 წელი აქვს მის ჟილი დაუსწრებლად რუსეთში, ახლა ცხოვრობს პრაღაში, მაგრამ ეს ქალი შეიპარა ფერმაში და იქიდან გამოიტანა ინფორმაცია და სწორედ აქედან ვიცით როგორ მუშაობს ტროლების ფერმები ყველგან, იმიტომ რომ ამ ტროლების ფერმებს აქვს ერთი სქემა, ამას აკეთებს, ასე ვთქვათ, კრემლი და შესაბამისად ასე სასიამოვნოდ არასოდეს შეუწყვეტია ჩემთვის საუბარი და მოკლედ გამოიტანა ამ ჟურნალისტმა ინფორმაცია როგორ მუშაობს სქემები. იქ მუშაობდა 100-ობით ადამიანი, აქ არ არის საუბარი 5 და 6 ტროლზე, 100-ობით ადამიანი და თქვენ წარმოიდგინეთ რომ ამ 100-ობით ადამიანს ჩაბარებული აქვს 10, ზოგჯერ 20 აკაუნტი, ანუ რა მასშტაბზეა საუბარი. ჩვენთანაც იგივენაირად ერთი ტროლი დაახლოებით 10-15, ზოგჯერ 20 აკაუნტს მართავს და ბოტებს ცალკე. ბიუჯეტიც არის ძალიან მასშტაბური. ჩვენთან ხელფასი იწყება დაახლოებით 600 ლარიდან და უკვე ზედა ასე ვთქვათ თანამდებობებზე უფრო მეტი აქვს. ეს არის სტრუქტურა, მარტივად რომ ვთხრათ, სათაო და დამკვეთი ჩვენ შემთხვევაში არის მთავრობის რაღაც კი არა ძალიან მომწონს. რაღაცა ეს ძალიან შენელებული. მიხარია? გავაგრძელებ ხო? ამ შემთხვევაში სათაო და დამკვეთი ჩვენთან იგულისხმება მთავრობის პიარი, სახელმწიფოს მათ შემიძლია თქვენ რა მნიშვნელობა აქვს, არიან იქ ადამიანები, ვინც პირდაპირ გასცემენ განკარგულებას, თუ მაგალითად დღეს ვინ უნდა გაშავდეს, ნინო გიორგობიანი იყო, ეხლა არ ვიცი არის თუ არა, ვინ უნდა გაშავდეს დღეს, ან რაზე უნდა იყოს აქცენტი და ასე შემდეგ. ამ დავალებას იღებს ფერმის ხელმძღვანელი, რომელიც ფერმაში არის ერთადერთი ადამიანი, ვისაც ტელეფონი აქვს, იმიტომ რომ ვინც შედის ფერმაში, ყველას ჩამორთმეული აქვს ტელეფონი, იმიტომ რომ შიგნით არ გადაიღოს რა ხდება და ასე შემდეგ. ამ ხელმძღვანელის ქვემოთ არის უკვე ტროლები არის რამდენიმენაირი, უფრო ჭკვიანი ტროლები, ვინც უფრო ჭკვიანად მიაჩნიათ, ქმნიან კონტენტს. ეს შეიძლება იყოს პოსტები, ეს შეიძლება იყოს რაიმე ტყუილი, რომელიც უნდა გავრცელდეს. ნაკლებად ჭკვიან ტროლებს ევალებათ უბრალოდ ამის გადაზიარება ტექნიკურად, სხვადასხვა გვერდებზე და მე გაჩვენებთ მოგვიანებით როგორ ხდება ეს ყველაფერი და ისე რა ჭკვიან ტროლებს ევალებათ კომენტარები, ეს არის ლანძღვა, გინება, შევარდნა სხვადასხვა პოსტებზე და ასე შემდეგ. ტროლები უკვე აკონტროლებენ ბოტებსა და ჩვენთან ნაკლებად ცნობილია კიბორგი და ეხლა აგიხსნით რა რას ნიშნავს. ტროლი არის სოციალური ქსელის ანგარიში, რომლის უკანაც აუცილებლად ადამიანი დგას და როგორც ვთქვათ, შეიძლება ბევრი აკაუნტი ქონდეს. ბოტი არის ასე ვთქვათ, კომპიუტერული პროგრამა, რომელიც ავტომატურ რეჟიმში წერს კომენტარებს,
თუ გინახავთ თქვენს ერთნაირი კომენტარები ბევრგან, ეს შეიძლება იყოს რაღაც ლანძღვა, უბრალოდ ბოტი უშვებს, ბოტს იყენებენ იმ სურათილებას სწრაფად გავრცელდეს ესა თუ ის ინფორმაცია, თუმცა მოგვიანებით გახდა საჭირო კიბორგის შექმნა, იმისათვის რომ ბოტი არ იყოს ძალიან გამოაშკარავებადი, კიბორგი არის ერთგვარი ჰიბრიდული აკაუნტი, რომელიც თავდაპირველად ბოტია, თუმცა შიგნით შედის მერე ადამიანი, წერს ცოტა განსხვავებულ კომენტარებს, რომ გარედან აღიარებს ესე ძალიან ბოტს. ეს არის სამი აკაუნტი და თქვენი აზრი მაინტერესებს, რომელი შეიძლება იყოს აქედან ტროლი. არა, შუა არის ნამდვილი ადამიანი, ანუ სურათი თავისი არ არის, რა თქმა უნდა, მაგრამ რო შედიხარ, მერე იყვება, რომ ვიღაც კაცია. პირველი და მესამე არის ტროლები. განსხვავება ის არის, რომ როდესაც გითხარით ცოტა არაჭკვიანი ტროლი ეს არის, რომელსაც არ სჭირდება არც დამაჯერებლობა, რომ თქვენ დაიჯეროთ, რომ არ არის ტროლი, ყავს 11 მეგობარი, ქვია რაღაც გაუგებარი და სურათიც არ აქვს და ეს არის ტროლი, რომელსაც უბრალოდ ევალება გადაზიარება. მესამე, ეს არის ტროლი, რომელიც ქმნის კონტენტს. შესაბამისად, თქვენთვის უნდა იყოს დამაჯერებელი. თუ ის გლანძღავთ, თქვენ უნდა ჩათვალოთ, რომ ვიღაც ცოტა სიმპათიური გოგონა გლანძღავთ. დღეს სტორი ედო და გამოიცანით რა იყო სალომე ზურაბიშვილს, რომ აეროპორტში დახვდნენ. ესეც არის მოგონილი აბსოლუტურად სურათის მოპარულია და არანაირი სოფო ბაკურაძე არ არის. მეგობრებს ხედავთ რა ბევრი ყავს, ზუსტად იმიტომ რომ იყოს დამაჯერებელი და თქვენ არ გეგონოთ, რომ ამ აკაუნტის უკან დგას ტროლი. როგორ გამოიყურებიან ტროლები და როგორ შეიძლება რომ თქვენ ამოიცნოთ ასე ვთქვათ შეუიარაღებელი თვალით. როგორც წესი აქვს, აი ქვემოთ რო სურათებია ესეთი, ან ქვემოთ რა სურათებიც არის სხვადასხვა ქალი, უბრალოდ ძალიან გვანან ერთმანეთს და იყენებენ ასეთ სურათებს, იმიტომ რომ სპეციალურ პროგრამაში, სადაც შეიძლება ადამიანს იდენტიფიცირება, სათვალიან სახეს და ისეთ სახეს ბატონო გავხსნა ეს ბიჭი არის ერთ-ერთი ძალიან ცნობილი ქართველი ქოცი ტროლი, რომელიც ძალიან ბევრი წელია კონტენტს ქმნის. სინამდვილეში ეს ადამიანი საერთოდ არ არსებობს და ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ფოტოა, არსებობს ასეთი პროგრამები და ახლა რომ მქონდეს შევიდოდი და ასობით ადამიანის სურათი შეგვიძლია რომ შევქმნათ, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს, ეს არის მათ შორის გენერირებული, თუმცა წერს ძალიან გრძელ პოსტებს და ყავს უამრავი გამომწერი. აქ ჩანს საბა გომესი ლანძღავს ბაიდენს. სურათს ხედავთ, სინამდვილეში არის რუსი ძალიან ცნობილი ბლოგერი თუ რაღაცა ინფლუენსერი სინამდვილეში. მისი სურათი აქვს მოპარული და იყენებს, ეს არის ერთი კომენტარი, ძალიან ბევრ კომენტარს წერს და რა თქმა უნდა ნეგატიურს კი არა თავისი აზრით. იგივენაირი მარტივ მაგალითებს გაჩვენებთ, ალექსანდრე ეჯიბია, რომელთან ყავდა 200 თუ 300 საერთო მეგობარი, სინამდვილეში აღმოჩნდა დენის კარგაევი, რომელიც რუსეთში ცხოვრობს და სინამდვილეში არანაირი ალექსანდრე არ არის. თუმცა მისი სურათები ამან ძალიან მოინდომა და ბევრი სურათი ჰქონდა მისი მოპარული. იგივე ესეც ტროლია, რომელიც რაღაცა გამოკითხვა გააკეთეს თვითონ და დადებითად აფასებს რუსეთის მხრიდან უვიზო რეჟიმის შემოღებას და ამითი ისინი ქმნიან წარმოდგენას თითქოს ხალხს მართლა მოსწონს. სინამდვილეში ვინც ალაიქებს და ვინც ამას წერს, ყველა არის ან ერთი და იგივე ან 5-6 ადამიანი. ეს ჩემი საყვარელი ტროლია, არიღლება, არაფრით არიღლება, იმდენგან აზიარებს, ყველაფერს აკეთებს, ანუ კონტენტს აქვს, აზიარებს და მე აკომენტარებს კიდევაც. ესეც ტროლია, რომელიც რაღაცა ჩვენს მეგობრების რაოდენობაც რო ნახოთ,
მიხვდებით რომ გამომწერები წყავს და მეგობრების და მოკლედ აქვს ეს მაქვს ვიდეო, ესეც როლია რა თქმა უნდა. წარმოიდგინე რომ შეგექმნათ ვიდეო მაქვს ჩაწერილი, ანუ რეებს აზიარებს, ხო? ეს არის ვატო ჩემი გამოძიებით, ვატო შაქარაშვილს აქვს ერთ-ერთი დიდი ფერმა და სწორედ მასთან დაკავშირებული ტროლი და გვერდი უნდა იყოს. აი ახლა გაჩვენებთ ეს ძალიან ბევრი ჩამისკროლავს გავერთეთობა. კონტენტს ხედავთ. აი რას ბლუყუნებ დეგენერატო უწევს ვიღაცა ანა ნაცვლიშვილს და ესეც ტროლია, ვინც ტროლის მიერ გაზიარებულს უკომენტარებს. კიდე რაღაც საინტერესოა ბოლოში თუ არ ვჩდები. ხო, ნუ ესე გამოიყურება ტროლი, რომ ეს არის ის, რომელიც ცოტა არაჭკვიანია და მარტო კომენტარების წერა მევალება, 82 მეგობარი ყავს მაგიტომაც. ხო, ეს არის იგივე ლიკა გამსახურდია, ვითომ ლიკა გამსახურდია, ვინც ნახეთ, როგორ აქვს საინტერესოა სადაზიარებს. მინდა რომ ჯგუფებს დააკვირდეთ, მაგალითად ბიძინა ივანიშვილი დადებითი და უარყოფითი. შემდეგი ჯგუფი არის მოქალაქე. მოვდივარ, ანუ ჯგუფების რაოდენობა ერთია ტროლები და ბოტების პრობლემა და კახაკალაძის მხარდაჭერა, მეორე არის მათი ჯგუფები. დაახლოებით 500 თუ 600 ჯგუფი მარტო მე მაქვს, რა თქმა უნდა არ ვიცი, მაგრამ მაქვს შენახული. ხო, სია მაქვს მოკლედ და ტროლების ძალიან დიდი სიაც მაქვს. ერთი დღეს გაყიდული დამხვდა. და ხო, აი ეს არის წამი ჯგუფები, რაოდენობა ნახეთ. და თითო ჯგუფში არის 5, 10, 20, 100,000 ადამიანი. და მე ესე თვითონვე რაღაცებს უკომენტარებენ. ეს არის რომელიღაცა ჩვენიანი აქტივისტის პოსტი არის და ამას აზიარებს. ლიკა გამსახურდიასთან ვიყავით. ესე გამოიყურება ტროლის ფოტოები, ხო? ალბათ ვის რა ფოტო უნდა ედოს, მაგრამ აი ესეთ სურათებს დებენ. სურათების დადება იმისთვის სჭირდება, რომ კონდეს რაღაცა, როდესაც მეტას ჩვენ მიმართავთ რეპორტისთვის, მეტა ქართული ძალიან ცოტა, ანუ ერთმა ადამიანმა ის გონი ქართული და ამას ავწმოწმებს ალგორითმი. მათ შორის ალგორითმი აკვირდება იმას, რამდენი ფოტო უდევს, რამდენი ვიდეო, რამდენი ლაიქი და ამისთვის სჭირდებათ. ეს მარიამი რასაკეთებს უკვე? ეს არის ვიღაც ლაშა გეგეჭორი, არ ვიცი ვინ არის სამწუხაროდ, ჩვენიანი არ არის და როგორც ჩანს მისი ტროლია, იმიტომ რომ ამით იწვევიან ხოლმე, რა ცოტა ხელი გაურბით, რომ უნდათ რომ თავისი პოსტები ვიღაცამ გააზიაროს და თავისივე ტროლებს აზიარებინებენ და მაქედან შეიძლება შაქარაშვილთანაც იმიტომ არის კავშირში, რომ ერთ გვერდზე ყოველი მესამე პოსტი არის შაქარაშვილის ციტატები და ეხლა ვიღაც არ გააკეთებდა. ხო და ესე მარიამი, ესე ლამაზად არის სინამდვილეში ჩემი გათვლებით ეს ბატონი ლაშა. აი, აგერ არის. თავის პოსტებს მოკლედ მიაქვს. თავის პოსტები. ეს არის ძალიან საინტერესო ტროლების მექანიზმი. როგორც ხედავთ, ვინმე თათია, რომელიც რა თქმა უნდა არ არსებობს, წერს რომ აქციაზე, ანუ ჩვენ გვაქვს ფილებს, რომ ვიღაცამ მის ქმარს თუ ხო? აი ეს ქმარზე არა. ანუ ვიღაცები დადიან აქციებზე და შპრიცებით რაღაცა ცუდს გვიკეთებენ. ეს იმიტომ რომ ხვალ ნაკლები ადამიანი მოვიდეს აქციაზე. სინამდვილეში თათი არ არსებობს. მერე უწევ დასპონსორებული მარკეტინგ მოდესტი, რომლის სახელით ცოტა რაღაცა სანდოდ ჟღერს, უწევ მიაქვს თათიას პოსტი და თავისთან დასპონსორებულად დებს რომ უი ესეც საინტერესო ამბავი ნახა. იგივე ეს მარკეტინგ რაღაც წერს რომ თურმე ვიღაცა ბიჭმა მის მეგობარს ნარკოტიკი შესთავაზა აქციაზე. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ტყუილია, მაგრამ მე ამას რომ ვიღაცა 2, 5, 10 გადააზიარებს და მათ შორის შეიძლება ვიღაცა ჩვენიან შეეშინდეს რომ ვინმე შპრიცი არ შეგვარჯონ, მე უკვე პირველ წყარო ძალიან იკარგება. შესაბამისად, ერთი რო არ უნდა გავაზიაროთ ესეთი რაღაცები და ყოველთვის უნდა ვნახოთ ვინ იყო პირველი, ვინ დაპოსტა და რაღაცნაირად შევისწავლოთ არის თუ არა ეს ადამიანი მართალი, ეს დეზინფორმაცია გავცელდა და მე რა თქმა უნდა იმედი პოზიტივი და ვიღაცეებიც თავიანთ ნიუსებში ამებს დებენ. ცოტა რამ უნდა ვთქვა დეზინფორმაციის შესახებ, იმიტომ რომ ტროლებისა და ბოტების ფერმა არაფერია თუ არა კრემლის პროპაგანდის ერთ-ერთი ძალიან მძლავრი მექანიზმი და მე მგონია რომ არ ვაჭარბებ, როცა ვამბობ რომ
დავიცი ნომერ პირველი თუ არა პირველ სამეურში არის საფრთხეების თვალსაზრისით, იმიტომ რომ ძალიან დიდი გავლენა აქვს, ძალიან დიდი ძალა აქვს და ყველაზე ცუდი ის არის, რომ დღემდე სამწუხაროდ მსოფლიოში არ არსებობს არანაირი მექანიზმი, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია თავი დავიცვათ სოციალურ ქსელში. ერთი, იმიტომ რომ მეტა Facebook-ის თუ ხელმძღვანელებთ მეტამ არ გამოიჩინა საკმარისი პასუხისმგებლობა, რომ ესეთი აკაუნტები დაბლოკოს ჯგუფები, ამასაც აქვს მიზეზი. მაგალითად ერთხელ ამოვიღე კახი კალაძის პოსტი ჩვენს პროტესტზე გაზაფხულზე, რომელიც ერთი პოსტი იყო დასპონსორებული $400, მარტო ერთი. როდესაც ისინი ხარჯავენ მილიონობით დოლარს ამის დასპონსორებაში, რა თქმა უნდა, მეტასთვის არამომგებიანი არის მათი დაბლოკვა, ასე რომ როგორც წესი უყურებენ სამწუხაროდ ჩვენს რეპორტებს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამბობ დავარეპორტოთ, მაინც უნდა დავარეპორტოთ, იმიტომ რომ არის შემთხვევები, როცა ვიღაცები იშლებიან. და რთულია გამორჩევა. წეგან როდესაც ვამბობდი, როგორ შეიძლება ტროლი ამოიცნოთ, ანუ ძალიან მარტივი ჩემთვის არის, როდესაც გადავდივარ და თუ ძირითადად უდევთ ხატები, ეკლესიები, ყვავილი, ბუჩქი და ეს პირველი ნიშანია, რომ არ არსებობს, მაგრამ თუ სურათებიც უდევს, კი, თუ აი ლამაზი ქალის სურათი უდევს, როდესაც გადახოთ კომენტარებში ძალიან მარტივი გასარჩევია, აქვს თუ არა მას ორგანული კომენტარი. ორგანული კომენტარი ნიშნავს, რომ მაგალითად ბიცოლა უკომენტარებს ანუ ვიღაცა ვინც იცნობს, ან თუ უწერენ გულებს, სიყვარულებს და უბრალოდ რაღაცა ემოჯებს, ეს ნიშნავს, რომ არც ერთი ადამიანი ვინც იქ აკომენტარებს ან ალაიქებს, არ იცნობს უბრალოდ ამ ადამიანს და ამით შეგიძლიათ ამოიცნოთ და მერე დაბლოკოთ. მე ყოველ შემთხვევაში ესეთი რეცეპტი რა უნდა ქნა არ არსებობს, მე გამოსავალი ვიპოვე, რომ ყველას ბლოკავ, იმიტომ რომ უბრალოდ იმ ტროლმა ჩემთან ვერ შეძლოს იმის გაკეთება, რაც ევალება. ძალიან რთული ამის გაკეთება არ ვიცი, რამდენი მყავს, ალბათ 1000-ობით ტროლი მყავს დაბლოკილი, მაგრამ სხვა გზა ვერ ვიპოვე. რუსულ პროპაგანდაზე მინდა რამდენიმე სიტყვით ვისაუბრო, ბევრს ვსმენია, მაგრამ არის რუსული პროპაგანდა ესე 4D ქვია, რომელიც კრიტიკის უარყოფა, ფაქტების დამახინჯება, ყურადღების გადატანა და აუდიტორიის დაბნევა და ამ ყველაფერს ემსახურება სწორედ ტროლებისა და ბოტების ფერმები. ეს კი არის, არ ვიცი, ხსმენიათ თუ არა, მეთოდების სახელები, რომელიც საბჭოთა კავშირის დროიდან მოდის და ეს არის ალბათ ყველაზე გავრცელებული მეთოდები, რომელსაც რუსული პროპაგანდა იყენებს, მათ შორის არის ბევრი სხვაობა, მაგრამ ძირითადად აი პირველზე რო გითხრათ, ან მეორე თუ გავს ერთმანეთს, ეს არის ტყუილი, რომელსაც მოიფიქრებ, რომელიც არის იმდენად დაუჯერებელი, რომ ფიქრობ, რომ ამ რაღაცას ხო არ მოუგონებდნენ ამ ადამიანს და მე იჯერებ და ამის გამორკვევა არის ძალიან რთული, როდესაც 1000-ობით და 10000-ობით ტროლი არის ამ ყველაფერში ჩართული და ავრცელებენ და ვეღარ იღებს სიმართლეა სატყუილია და ვერ იგებს საერთოდ რა ხდება. აბსოლუტურად აშკარა ნიშნავს, რომ ჩვენ გვეუბნებიან, რომ როგორც დადასტურებულ ფაქტს, მაგალითად გვეჭმიან, რომ ეს ხო ისედაც ცნობილია, რომ ამაზე ვერ გვეჭმიან, რომ დედამიწა ბრტყელია, მაგრამ რაღაცა ისეზე, რაზე ჩვენ დაზუსტებული ინფორმაცია არ გვაქვს, რომ ეს ხო ცნობილია, რომ რაღაცა სტალინმა არის ისეთი ფაქტი, რომელიც შეიძლება მეორე მსოფლიო ომიდან არ ვიცოდეთ და დადასტურებულად გაწვდიან ამას და ვერ იჯერებ. 40-60-ზე ეს არის 40 ტყუილი და 60 სიმართლე, როდესაც ვიყვებიან ამბავს და 60 სიმართლეს რო იგებ, მე ვფიქრობ, რომ სიმართლეა და იმ 40-საც იჯერებ. უცნობი გმირი ეს არის მეთოდი, რომელსაც იყენებენ ომში და ახლა იყენებს რუსეთი უკრაინის ომში, როდესაც ვიღაც გმირს მოიგონებენ, რომ ვითომ ძალიან მამაცი ჯარისკაცი ყავდა 200 უკრაინელი მოკლა, მერე გადახდა თვითმფრინავიდან, დახტა ორფეხზე, გადაკოტრიალდა და 20 ბავშვი გადაარჩინა და ასე შემდეგ და ეს ჭირდებათ განწყობის ამაღლებისთვის. ხო, და ამისი რა თქმა უნდა ჯერათ ბევრი ვერსია ეს რუსეთმა გამოიყენა მალაიზიის თვითმფრინავზე, მათ შორის, როდესაც ერთი და იგივე ამბავზე 5 სხვადასხვა ვერსია ქონდა თვითონ რუსულ მედიას და უბრალოდ ვეღარ იგებდი რომელია ტყუილი, რომელიც სიმართლე და მე ანებებდი თავს. მრავალჯერადი გამეორება ისედაც გასაგებია, ბევრზე რო გვიმეორებს, მაგალითად, ჩვენთან ამას აკეთებენ ძალიან საინტერესოდ, ზაზა შათირიშვილი არსებობს ესეთი ხოცი, არ ვიცი ფილოსოფოსი როგორ თქვა, მაგრამ რაც არის. ის იტყვის რაღაცას მე ამ რაღაცას გაანიუსებენ ქოცების სააგენტოები, მე უკვე ტელევიზიაში მიიწვევენ იგივე თემით, ანუ სხვადასხვა პლატფორმაზე შეიძლება ჩვენ ტელევიზორში, Facebook-ზე, Instagram-ზე, გაზეთში ერთი და იგივე ამბავი შეხვდეს და მე ვფიქრობ, რომ 5-გან გავიგე სხვადასხვა ადგილას და ეთქვა სიმართლეა.
და ნუ მტრის ხატის გასაგებია, რასაც ქმნიან ჩვენთანაც ოპოზიცია, მათ შორის ჩვენს მტრის ხატად გამოვყავართ უკვე, ვინც აქ ვდგავართ და რუსეთს გამოყავს მთელი ევროპა, რუსეთს რა ქოცებსაც. Deep State არის ხო ძალიან კარგი მაგალითი და ეს რა თქმა უნდა არ არის კობახიძის მოგონილი კრემლში ასწავლიან ამ ყველაფერს და სახელმძღვანელოებში წერია ეს ყველაფერი, ასე რომ ამათ დიდი რაღაცა ფიქრი იმაზე თუ რა უნდა ილაპარაკონ არ უწევთ, პირდაპირ მოდის. ძალიან კარგად იყენებენ მათ შორის ჩვენი პროტესტის გასაშავებლათაც იყენებდნენ და თუ გახსოვთ კადრი, სადაც ვითომ იარაღი ეჭირა ერთ-ერთ ჩვენს თანამოაზრეს და მე აღმოჩნდა რომ ეს იყო კამერის შტატივი, თუმცა იყენებენ ასევე ფოტოშოპსაც და ვიდეო შემთხვევაში deepfake-საც. ეს არის ერთ-ერთი ძალიან ნათელი მაგალითი და მაგიტომ წამოვიღე, როდესაც რუსებმა მათი ნარატივი ხო არის, რომ ზელენსკი არის ნარკომანი და კოკაინი თავისი ბარათით მიუხადეს, რომ ვითომ ესე იყო და მეგრე უკრაინელებს დასჭირდა დილი ძალისხმევა, რომ ამოეღოთ პირველადი კადრი და მერე როდესაც ესე გაშავებენ როგორც წესი ის უფრო ვრცელდება, ვიდრე მერე შენ რაცა პასუხსაც აწევ, რაც არ უნდა იყოს, მერე არავის აღარ აინტერესებს და ასე აკეთებენ, მათ შორის ჩვენთანაც ძალიან კარგად გამოიყენება. ყალბი ამბებზეც წამოვიღეთ ცოტა ინფორმაცია, რამდენაირი არის და როგორი. სატირას კარგად იყენებენ, აი ეს ვატო შაქარიშვილის ჯგუფებით, რო გითხარით, რაღაცა აიღებენ ოპოზიციის ლიდერების ფოტოებს და ადგავენ რაღაცა ნახატებს, ერთმანეთს კალთაში უსვამენ, ასე შემდეგ, მე იმას ასე ღლიცინით ბევრ ადამიანს მიაქვს და ამით ავრცელებენ და ავრცელებენ, თუმცა სხვადასხვა მეთოდიც არსებობს. ხო, დეზინფორმაცია როგორ ამოვიცნოთ, ყველაზე მარტივია, როდესაც ნახავთ რაღაცა ინფორმაციას, უბრალოდ ნახეთ წყარო, ძალიან ხშირად გვანან ხოლმე მაგალითად შეიძლება უცებ გვეგონოს, რომ ამას ავრცელებს ფორმულა, იმიტომ რომ ლოგოც გავს, მაგრამ აღმოჩნდება ფორჯუნა და იმ კაცის მაგალითად ქალი დგას, მაგრამ ჩვენ მექანიკურად თვალი როცა გვაქვს შეჩვეული, ვიჯერებთ და შეიძლება გადავაზიაროთ რაღაცა ჩვენგან უნებურად გავავრცელოთ. ამიტომ დააკვირდით ყოველთვის წყაროებს. ფოტოს ნამდვილობის შემოწმება შესაძლებელი არის ბევრი სხვადასხვა პროგრამით, მათ შორის ყველაზე მარტივი არის Google, სადაც ფოტოს რო ჩააგდეთ, მსგავს ამოაგდებს, ამით შეიძლება ნახოთ როდის და ვინ და ის ფოტო და რამდენად ნამდვილია. სხვა პროგრამებიც არსებობს, სადაც ადამიანის ამოცნობა, აი, როცა ის ალექსანდრე ვიღაც კაცები რო გაჩვენეთ, მოკლედ მოპარული ყველა იმ პროგრამით მაქვს ამოღებული, ცოტა შრომატევადია, მაგრამ რო გაინტერესებს, მე აზარტიც აქვს და შეიძლება სათაური იყოს რაღაცა ძალიან ესეთი მყვირალა, მაგრამ სინამდვილეში მაგალითად თეონა ცომერძემ მეზობელი მოკლა და კითხვის ნიშანი იყოს ბოლოში. მე სტატიაში წაიკითხავთ, რომ არ მოუკლავს, მაგრამ აღარ გაინტერესებს უკვე. შესაბამისად, აუცილებელია, რომ სტატიაში ჩავიდეთ. ამის გაძლიერებას აზრი არ აქვს, უბრალოდ პროგრამებია, რითიც შეიძლება სხვადასხვა ინფორმაციის გადამოწმება. არსებობს ასეთი მექანიზმები, მათ შორის შეგიძლიათ Instagram-ის აკაუნტი ჩააგდოთ კონკრეტულ ლინკზე და იქ ნახოთ ინფორმაცია ამ აკაუნტის შესახებ. ყოველთვის შეამოწმეთ, როდესაც პროლთან გაქვთ საქმე, როდის არის აკაუნტი შექმნილი. აკაუნტი, რომელიც 1-2 წლის წინ არის დარეგისტრირებული, ცოტა არადამაჯერებელია, ანუ ეს მე არ მომიგონია ერთ-ერთ ითვლება ერთ-ერთ მექანიზმად, იმიტომ რომ არ შეიძლება რომ 40 წლის ადამიანი შარშან დარეგისტრირებული ყოფილიყო, რომ ყველაფერი შეიძლება, მაგრამ ეს არ არის ასე ვთქვათ ხშირი და მე ხვდები რომ შარშან წინ იყო. სხვათა შორის მგონი დასრულდა ჩემი პრეზენტაცია. ეს არის ჩემი Telegram არხი, გაგიზიარებთ, სადაც ბევრ საინტერესო ამბავს და გამიხარდება თუ გამოიწერთ საქართველოს მიმდინარე მოვლენებსა და უკრაინაში და მსოფლიოში, ასე რომ თან აი დრო ვიხელთე და გაგიზიარეთ. სულ ეს იყო. იმედია რაღაც ახალი გაიგეთ, რამე საინტერესო იყო. არ არსებობს, როგორც ითქვით, არანაირი დამცავი არაფერი, რითაც შეიძლება თქვენ აარიდოთ თავი. უბრალოდ მე, როდესაც ამძაფროს ვიყავი ეტროლების ქარხნების სამიზნე, უბრალოდ ესეთი გზა ავირჩიე, რომ არ შევდიოდი და არ ვნახულობდი, როგორ მლანძღავდნენ და რა სწერდნენ ჩემზე.
თუმცა ვერ გეტყვით, რომ არ ვინერვიულებ. ვიცოდი, რომ ეს არის ტროლების ქარხანა, ვიცოდი, რომ ამაში ვიღაცებმა ფული აიღეს, ვიცოდი, რომ ეს ადამიანები არ არსებობენ, მაგრამ მაინც ვინერვიულობდი და განსაკუთრებით ვინერვიულები, რომ ჩემს შვილებს ენახათ. ამიტომ გამოსავალი არის უბრალოდ არ ნახოთ. გამოსავალი არის რომ დაბლოკოთ ეს ადამიანები კი არა და ეს აკაუნტები იმისაც რომ ხელი არ მოუწდებოდი და მაგალითად როდესაც ერთი ტროლი მომიჩნეს რომელსაც განწყოს მე რომ დავბლოკე ეს ნიშნავს რომ ვიღაცამ უნდა იცვალოს და ახალი აკაუნტი შექმნას იმისთვის რომ თავიდან შეომიტიოს და ეს რაღაცა რუტინაში უნდა ჩაავბათ ამიტომ ბლოკეთ მაქსიმალურად ვინც არ მოგეწონებათ ან ჩათვლით რომ ტროლია რომ უბრალოდ თქვენამდე ამ ადამიანებს ხელი არ მოუწდებოდეთ ამაში ძალიან დიდი ფული იხარჯება ძალიან დიდი ფული როგორც ითქვით ხელფასები იწყება 600-700 ლარიდან ძირითადად ყავთ ახალგაზრდები რომლებსაც ატყუებენ თავიდან ეუნებიან რომ იმუშავებენ რაღაცა სოციალურ გვერდების მართვაზე და მე როცა მიყავთ გასაუბრებაზე იქ ატყობენ ვინ რაზე ხელის მომწერი და გამკეთებელი და ამისი პრინციპით მე უხსნიან სად უნდა იმუშაონ მქონდა შესაძლებლობა რომ ერთ ადამიანთან შორიდან მეკონტაქტა ვინც იქ მუშაობდა რომელიც აპირებდა რომ ამაზე ისაუბრა და მოეყოლა შენით რა ხდება თუმცა ბოლოს მაინც გადაიფიქრა იმიტომ რომ შეეშინდა იმიტომ რომ იქ სერიოზულად აშინებენ აშანტაჟებენ და ეუბნებიან რომ ამის შესახებ არავინ არ უნდა გაიგოს არ შეაჩვენონ ტელეფონები და ზოგადად დაზაფხულები არიან და დასტრესილები და მათთვისაც არ არის ეს მარტივი ანუ ძნელია ამის გადახარშვა რომ უბრალოდ ფულს იღებ იმაში რომ ბედის ტოლა ქალს უნდა აგინო და მე სახში მიდიხარ და წყნარად აღძინავთ უბრალოდ ამ ადამიანებს მაგრამ რა ვქნათ მოცემულობა ეს არის სულ ეს იყო მადლობა დიდი მადლობა ყურადღებისთვის კი სიამოვნებით სიამოვნებით ეხლა ვკითხო იმსია მადლობის რეკომენდაციით მარიამ რესას ძალიან მსგავსი სიტუაცია არის მოყოლილი კითხვა ხო მოდი მოკლედ ზია ამაღლობლის რეკომენდაციით როგორ დავამარცხო დიქტატორი ეხლა ჩავუჯექი და ძალიან მსგავსი სიტუაცია არის აღწერილი რაც ფილიპინებში ხდებოდა ნუ ბოლო ათწლეულის მანძილზე ამ ტროლების და ბოტების როგორც წავიკითხე მისივე ორგანიზაციას მედია ორგანიზაციას ქონდა გამოძიება ჩატარებული ცდილობდნენ რომ რაღაცნაირი რუკა შეექმნათ ადგილობრივი ყველაზე გავლენიანი ტროლები ვინც იყვნენ და მაინტერესებს ჩვენთან ვინმეს მსგავსი რამე ხო არ გაუკეთებია ან რეალური ადამიანები ახლა კი ახსენეთ მაგრამ თუ ვიცით რა მასშტაბია რამდენი ადამიანია ამაში ჩართული აი რამე ეგეთი საგამოძიებო თუ ყოფილა საერთოდ ჩვენთან ეს მაინტერესებს მადლობა სხვათა შორის ახლა წიგნი ახსენეთ არსებობს ესეთი წიგნი პუტინის ტროლები ქვია და გირჩევდით ჩემთვის ინსპირაცია სწორედ ეს წიგნი იყო ამის მერე დავიწყე ამ ყველაფრის სწავლა მართლაც იგივენაირია სამწუხაროდ მასშტაბი რომ დარწმუნებით გითხრათ რომ 800 კაცი მუშაობს ვერ გეტყვით ფიზიკურად შეუძლებელია ამის გამორკვევა თუ შიგნიდან ადამიანმა ინფორმაცია არ გამოიტანა თუმცა იმ მასშტაბით რომელსაც ჩვენ ვხედავთ სოციალურ ქსელებში ძალიან ბევრი ადამიანი მარტო მე არ დამეზარება, ბოდიში ჩემი ეკრანი უნდა გაგიზიაროთ, მაგრამ მასშტაბს რომ მივხვდეთ, ანუ ერთ დღეს დავჯექი და დაახლოებით 2 საათი მქონდა თავისუფალი და ეხლა გაჩვენებ აი მარტო ჯგუფების სია, აი თქვენ რო წარმოდგენა გქონდეთ რა მასშტაბზე, ეს არის მარტო არა ეს არა არ გაზიარდა? სამწუხაროა. ვერ ვაზიარებ მოკლედ ხო შეიძლება კონტაქტია ანუ აი ნახან აი შეგიძლია შეხედოთ იმიტომ რომ ვერ ვაზიარებ ეს არის ანუ ეს არის 2 საათში მოძიებული ეს არის მარტო ჯგუფები 2 საათი მქონდა მარტოს ანუ დაახლოებით რომ მივხვდეთ მასშტაბს და ანუ ახსობით ადამიანი აი პროექტორი თუ ჩაირთვება გავუშვებ გახსნილი მაქვს ანუ მასშტაბია ძალიან დიდი და პრობლემა არის იმაში რომ მე გითხარით არის გვერდები რომელიც არის თქვა ნუ დავაკავშირე ვიღაც ადამიანებთან არის გვერდები რომელიც მაგალითად ნიკა ის რო არის აი ანუ ეს არის 2 საათში მარტო რაც აი ეს მასშტაბი რო ნახოთ ეს არის მარტო ჯგუფები
ანუ ეს არის ჯგუფები, ტროლების ცალკე მაქვს კიდე 3000 ადამიანი არის შიგნით, ხო ესე იყოს. ტროლები მაქვს 3 თუ 4000 ადამიანის, უბრალოდ აკაუნთი, მაგრამ ერთი აკაუნთის უკან როგორც ვთქვათ 20 უბრალოდ ერთი ადამიანი 20-30 მართავს, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ იმით ხვდები ხოლმე რომ მაგალითად როცა უნდათ რომ რაღაცა ასე ვთქვათ შეურაცხყოფა მომაყენონ, რო იწყებენ წერას ერთი და იგივე ადამიანი, ანუ გადის შემოდის, გადის ზოგჯერ ელევად სურათებში მაქვს ხალხს აერია ცნობილი ფაქტი, ხო, თავისივე კომენტარს რო უპასუხა, იმიტომ რომ ამ სიჩქარეში აერია როგორ უნდა ეპასუხა. ანუ მასშტაბი არ ვიცით, ბევრია, მათ შორის პრობლემა ის არის, რომ ყავს ქართულ ოცნებას და მთავრობას, მაგრამ ყავს რაგვარია ის ნიკარულად მოღალატე. რუსეთში რო დადის და კრემლში. ხო იცი. ანუ იმას ყავს გოგა ხაინდრავას, ყავს ვატოჩ, ანუ ბევრ ადამიანს მაგას მიხვდები რა, ფერმაში საშუალოდ რუსეთიდან რო ავიღოთ, მუშაობდა იმ ფერმაში 2013 წლები, ანუ რამდენი წლის წინ 100-ზე მეტი ადამიანი და აქ მასშტაბი მათი მუშაობას რო დააკვირდეთ, დილის 10 საათზე იწყებენ, ანუ დილით შევდივარ და უკვე ვიცი დღეს უნდა გააშავონ. იმიტომ რომ უკვე დაწყებულია ვიზი არის ბრძანება მისული. მე გადახვალ რა თქმა უნდა მეორე გვერდისა. მე ჯაზა შათილიშვილი გამოდა იმ ადამიანს გალანწყავს. მე იმედი გააკეთებს იმაზე და ანუ ასე რომ ემუშავათ მართლაც ქვეყანა რომ ეშენებინათ, არ ვიქნებოდით აქ იმდენად სკულპრიოზულად ზუსტად და საათივით არის ეს მექანიზმი აწყობილი. შემდეგი კითხვა. იცით რა, არ ვიცი ეს რეცეპტი ჩვენ რა უნდა ვქნათ. არ არის, უბრალოდ არის დეზინფორმაცია, რომელსაც ალბათ უნდა უპასუხოთ. ხა. სერიოზული ის რა ჩვეულებრივი პროფილი აქვს ასეთ ადამიანებს და მათთან გავაგრძელოთ დისკუსია. ნამდვილ ადამიანებთან? დიახ, ნამდვილ ადამიანებთან. აი ცით რა არის, არ ვიცი, მე მაგალითად რამოდენიმეჯერ ვცადე და უბრალოდ ერთი ადამიანი საბერძნეთ რა გინდა ჩემგანო, ესე იგი გამოვიყვანე ადამიანის ყოფილებიდან. ხო და მე მგონი აზრი არ აქვს საერთოდ მაგას. არ ვიცი, აი მე ნერვები არ მყოფს. ჩემი აზრით თუ გაინტერესებთ, მე ხო, თქვენ თუ გაქვთ ნერვები, მოუშალეთ მათაც. მე არ მყოფნის. ტროლებთან არ ღირს შესვლა, იმიტომ რომ მათი წესია, რომ ანუ გინებაზე და ლანძღვაზე გადმოდიან და მათთან დისკუსია, ანუ მათი მიზანია მოკლედ რომ რაღაცა მორალურად დაგაგდონ. ეს არის და ხო, ტროლებთან არ ღირს. პირიქით თუ დააგდებ, ძალიან კარგია. კიდევ თუ არის კითხვები? აი ეს ამ მადლობა პირველში ლექციისთვის. წერა ნაწილობრივ ახსენეთ რა, აი სადღაც რო შედიხარ და რო ხვდებით უკვე რა ის რაღაცა ნახალში რა იქნება იმათი აზრების თუ გაშავების. აი ვინც მუშაობს ამ განეიტრალებაზე რა, ის ყველაზე მოკლე გზა ან ცალკე სიახლოვე გაქვთ, აი ყოფ რაღაცა ჯგუფების სადაც ადამიანი შევა და მიხვდება იმ დღეს რა ელოდება პროპაგანდას რა. ანუ ზეთაც აი რაც შეიძლება მათე მალე ვერ ვიზამთ ეგ იხარშება იმ ფერმებში ხო, მაგრამ მოკლედ ყველაზე მარტივად როგორ შეიძლება მაგის გაკეთება. რომ არ მოგატყოთ ეს სტრუქტურიზებული რომ სადმე ამაზე წერდეთ არ არის, უბრალოდ მაგალითად ერთი გვერდი არ აგარევინეთ სიტყვაზე, რომ შეხვიდეთ არსებობს ეგეთი გვერდი და დილიდან მიხვდებით ვის აშავებენ, ხან ზურა ჯაფარიძეს გადაწყვეტებიან, ხან სალომე ზურაბიშვილს და ასე შემდეგ. ხო, ესე ცალკე არ არის. ამაზე მუშაობს ბევრი ორგანიზაცია, მათ შორის ყველაზე კარგად ჩემი აზრით მუშაობს სამართლიანი არჩევნები, ისრედი, ბევრი კვლევა აქვს გაკეთებული, თუმცა სამწუხაროდ რაღაც ეს ცოტა აკადემიურად გამოიყურება და წასაკითხად რთულია და მარტივიანით არ არის, მოკლედ ესე რომ სადმე ჩვენ ვიყოთ, ან ჩვენ არასაკმარის ძალას უპირისპირებთ, იმიტომ რომ ის რასაც ისინი აკეთებენ არის ციბინძურე, არასწორი და ჩვენ თუ ვამბობთ რომ სხვა ღირებულებები გვაქვს, იგივეს ვერ უპირისპირებთ. ან ჩვენც რო ტროლების ფერმა გავაკეთოთ, მაშინ ვიქნებით თანაბარ პირობებში, მაგრამ როდესაც ჩვენთვის ეს მიუღებელია და არასწორია და არ ვაკეთებთ, შესაბამისად ჯობნია ამ საქმეში სამწუხაროდ. ანუ ფულიც არ გვაქვს, ხო, მაგრამ შეიძლება ვიღაცამ ხა იგი გადადოს თავი და მე რო დავჭერდე 3000 ტროლი აღმოვაჩინე, ეგრე ვიღაც ენთუზიაზმზე დადგეს, მაგრამ არასწორია ამის კეთება და ამაშიც არის პრობლემა, თორე იმ ხელა ფულს ხარჯავენ, რომ აი წარმოუდგენელია რა, აი ძალიან დიდ ფულს. და არა, პროპაგანდისტები ქვიათ, ვინც ხო რეალური არის, ისინი
იმათი მასშტაბით ძალიან დიდი, უბრალოდ ის არ არის ამ რეალურად არსებობს ადამიანი და ახლა გაავრცელებს, იმიტომ რომ მათ შორის იმ პროპაგანდისტულ მასალას, რომელსაც ეს ტროლბოტები დებენ და თვითონ ავრცელებენ, მე ნამდვილი ქართული ოცნების მხარდამჭერები, არამხარდამჭერები, ვისაც აზალებენ, მასწავლებლები თუ ვინც აი მარჩენებში იყო, ანუ მათაც ევალებათ ამის გაზიარება, მათ შორის მუნიციპალიტეტი. მე ვიღაცა გულწრფელია და უბრალოდ იმხელა მასშტაბი 120-300.000 ადამიანი არის თითო ჯგუფში თქვენ წარმოიდგინეთ და მე ალგორითმი Facebook-ის ეგეთია რომ ამ დებილობას რო უყურებ და იწერ მე სულ ეგეთ გვერდებს და ეგეთ ამბებს მოკლედ ვიზიარებს და მე ამაში ხდები ჩართული რა ძალიან დიდი სიბოროტე არის რომელსაც არ ვიცი რა დაუპირისპირდება უნდა დაუპირისპირდნენ სოციალური ქსელების კომპანიები რომლებიც ამ პასუხისმგებლობას ჯერჯერობით არ იღებენ თავისთავად და არ გეგოთ რომ მარტო ჩვენი პრობლემაა მთელ მსოფლიოში მეტას ძალიან ბევრი აკრიტიკებს ზუსტად ამის გამო. კითხვა იყო კიდევ? მადლობა. მოკლედ ცოტა ტექნიკური სახის კითხვა მექნება. ანუ ახსენეთ რომ ეგ არ არის მარტო ჩვენი პრობლემა, ზოგადად სოფლიოში წარიდა. შესაბამისად, ეხლა თუნდაც გლობალურ დონეზე სადმე რამე პროგრამული ავტომატიზაციის გადაწყვეტა თუ არსებობს, თუნდაც უბრალოდ ყალბი აკაუნტების შეგროვება იდენტიფიცირებისთვის, თუ საერთოდ ყველაფერი მანუალურად ხდება. არაფერი არ არსებობს. საერთოდ არაფერი. და ეს ალბათ ამ კომპანიების ინტერესშიც არის, ყველაფერს ვაკეთებთ ხელით და ძალიან დიდი დრო და ენერგია ჭირდება ერთი ტროლის ამოცნობას, იმიტომ რომ ყოველთვის არის რისკი, რომ ვიღაც რეალური ადამიანი შეიძლება შემოგეტროლოს და შენი პასუხისმგებლობაა, ხო? არ არსებობს არაფერი არსად. ჩვენთან რა მასშტაბიც არის უკრაინაში გაცილებით დიდი იყო და არის. ძალიან საინტერესოა წეღამ კითხეს ფილიპინებზე და ეგეთი შემთხვევა იყო, რომ ერთი ძალიან ცნობილი ტროლი, რომელიც ვენესუელაში რაღაცებს წერდა და ცნობილი იყო, ერთ დღეს ანუ ამ ლინკებს ხო ვინახავთ და რაღაცა პერიოდის მერე იგივე ლინკზე რომ შევიდნენ, აღმოჩნდა უკვე ბელორუსელი ტროლი, რომელიც უკვე ბელორუსულად ეწეოდა სამთავრობო პროპაგანდას. ანუ ჩვეულებრივად ეს ტროლების ეკან საერთაშორისო დონეზე რო შევხედოთ, არსებობს საერთაშორისო ტროლები, რომელიც რო დაჭირდებათ ვენესუელაშია, რო დაჭირდებათ ჩვენთან არის, რო დაჭირდებათ სხვაგან, ეს არის აი ზუსტად კრემლის ტროლების ფერმებში არსებული აკაუნტები, რომელსაც ასე სხვადასხვა ენაზე წლების განმავლობაში იყენებენ. დღეს სხვათა შორის ჩემ ტროლებს ჩავყევი რატომღაც და ზოგი დაბლოკილი დამხვდა, ზოგი გაყიდული დამხვდა, იცით რომ იყიდება ტროლები. იყიდება კი, მე შემომთავაზეს ერთხელ კაი ტროლი ხო არ გინდაო წინას არჩევნოთ. ფასი მე რომ თავაზობდი კაი ფაშია 400 ლარად მოგცევთო. ხო და არის უფრო ძვირიანებიც, ჩვეულებრივად, მაგრამ ამ ბიზნესით არ არის დაკავება, მოკლედ იყიდებ უფრო ძვირიანია, რომელსაც ბევრი მეგობარი ყავს, რომელიც ადრეა შექმნილი, რომელიც ნაკლებად დაიბლოკება, იმიტომ რომ მე ვიყიდო და მე დაიბლოკოს, ვის მომთხოვა პასუხი. შესაბამისად, ხო, იყიდება, არის შავი ბაზარი ტროლების და ბოტების და ბოტების არ ვიცი, ტროლების ნამდვილად არის სამწუხაროდ. საქართველოშია კი, ანუ დაახლოებითი ადგილმდებარეობებსაც საუბრობ, რაც ზუსტად არ ვიცი, იმას ვერ გეტყვით, თუმცა არის რამდენიმე ლოკაცია, რომელზეც არის ეჭვი, მე პირადად სამი ვიცი, რომელზეც არსებობს, ხო, ცოტნია თქვენც კი ამ შენობაში იყო ერთი ეჭვი. ხო, ეხა არ ვიცი, არის, ხო, არის ფერმები და ჩვეულებრივად მუშაობენ. ბატონო აი რახან ზუსტად არ ვიცი რაღაც არ მინდა რომ შეცდომა შეგიყვანოთ რა. ერთი ვიცი საბურთალოზე, ერთი ბაგეთში და ერთი რახან თქვით აი ამ შენობაში იყო ადრე ამბობდნენ, ეხა არ მგონია. თუ გვიყურებენ იქიდან. ეს ფულადი რესურსი რაც იხარჯება ამ ფერმების და ტროლების და ბოტების ქარხანაში. საქართველოს ბიუჯეტიდან მიდის თუ დაუშვათ ქართული ოცნება და საკუთარი ბიუჯეტიდან ხარჯავს თუ არ ვიცი. კონკრეტულად რა ვიცი, ბიზნესმენები არიან, ვინც ასაპორტებენ ამ ოცნებას და მაგიტო იხარჯება ეს ფული ამ ქარხნებში. როდესაც ხდება Facebook-ზე რაღაც კონტენტის და დასპონსორება, თუ ეს არის თქვა რაღაცა კახაკალაძე რა კარგი ბიჭია, იმას რა თქმა უნდა ბიუჯეტიდან ვიხდით ჩვენ.
თუ ტროლების ხელფასზე არის საუბარი, მაგალითად პეტერბურგის შემთხვევა როცა გითხარით, იქ ამ ოფისს ერქვა ინტერნეტის რაღაც კონტენტის შემსწავლელი ანალიზის ინსტიტუტი სიტყვაზე. ანუ ოფიციალურად დაფუძნებული იყო და რო შეხედავდი გარედან ჩვეულებრივად ხალხი მიდიოდა დილით საღამოს მოდიოდა, ვერც ვერ გაიგებ. ასე არის აქაც შავი ფული ტრიალებს ძირითადად, ანუ ბიუჯეტიდან იმედი მაქვს, თუმცა არ ვიცი. უხდიან თუ არა მათ ხელფას, მაგრამ იმედი მაქვს, რომ არა და საკუთარი ჯიბიდან, მაგრამ ხო ეს შეიძლება იყოს რაღაცა ზოგადი არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით ოპერირებდეს, ან თითქოს მედიის სახელით ოპერირებდეს და შიგნით ახლა 10 კაცი კომპიუტერებთან უძის. ჩვენ ხო არ ვიცით რა ხდება. ასე მუშაობენ. კი. ზუსტად აი ამ კონტექსტში კითხვა არ არის, კომენტარია. თუ არ ვცდები ნავალნის ერთ-ერთი გამოძიება იყო ბიუჯეტიდან ტროლების ფერმის დაფინანსებაზე ზუსტად შეკვეთილი მასალის და აქ სკანდალი ის იყო, რომ სწორედ ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა. ხო, ამიტომ ჩვენთან შეიძლება რომ ბიუჯეტიდან ხარჯავდნენ ამაზე რაღაცა სხვა მოტივით, იგივე სიპები, აიპები რო გვაქვს. ანუ ესე ჭორათაც ვიცი იმის მოყოლა არ მინდა. მაგრამ აიწყობი ხო? ანუ ხო, არის რაღაც სიპები და აიპები, რომელსაც ჩვენ ვუყიდით ხელფას და გონია რომ რაღაც არიან დაკავებული რაღაც სწავლობენ ბავშვების მდგომარეობას, თუ რაღაც სოციალური მუშაკები არიან და ასე შემდეგ, იმიტომ რომ გარედან შეხედა კომპიუტერთან შეხედან და მუშაობენ, მაგრამ წინამძღოლში არიან ტროლები და ბოტები. კიდევ თუ არის კითხვები? არის? ესე იგი, ბოდიში გვიან შემოგიერთეთ და შეიძლება ვიღაცა მიკითხა. მე მაინტერესებს, აი საქართველოს მასშტაბით. მე ძალიან აქტიურობა მიწევს სოციალურ ქსელში შენ და აი ზოგჯერ მიფიქრია, რომ ვიღაცამ რო ინიციატივა გამოიჩინოს და ჩვენ ყველანი შევთანხმდეთ და უბრალოდ ჩავკეტოთ კომენტარებს, იმიტომ რომ ამ ბოლო დროს ბევრი კეტავს, იმიტომ რომ უკვე კომენტარებში დაკარგა ადამიანებმა მეგობრები, სახეები და კიდევ გონია რომ რაღაცა სოციალურ ქსელს ამაფარებულები უფრო მეტ უფლებას ვაძლევთ. არა ბოტები და ტროლებიც თავს შემთხვევაში და ემოციებს აყოლი და ძალიან რთულია. რამდენად არის სწორი, რომ აი თქვათ ამით დაუკარგოთ ფუნქცია რა, თუ კომენტარები ყველას ჩაკეტილი გვექნება, მაშინ რაღაც იზავენ. აი მაინტერესებს რამდენად შეიძლება იყოს გამოსავალი. მე ჩაკეტილი მაქვს ბოლო რამდენიმე წელია, ის ვინც არ არის ჩემი მეგობარი ვერ აკომენტარებს, გამომწერი მყავს 40,000 დაახლოებით, მაგრამ იქიდან მარტო ის 5,000 აკომენტარებს, რომელიც მეგობრებში მყავს და კი ეს არის გამოსავალი. მართალია engagement-ს რასაც ჩვენ ვეძახით, თუ მინდა რომ ძალიან პოპულარული იყოს ჩვენი გვერდი, მაშინ არ ვკეტავთ, მაგრამ მე არ მიღებს უბრალოდ რაღაცა ხა მილიონობით ნახვა ისედაც და თქვა 100 მილიონი ქონდეს იმის ხარჯზე ვიღაც რაღაცას უძეს. ჩემთვის გამოსავალია, ჩაკეტილი მაქვს კომენტარები. აქვე ერთ პატარა დეტალს გეტყვით, ეს არ არის მედია ეთიკის სტანდარტი, ეს არ არის რაც მედიას მოეთხოვება, მაგრამ ეს არის კეთილინება და ეს არის მორალური მიდგომა, რასაც ჯერჯერობით საქართველოში მედიები ჩემი ინფორმაციით არ აკეთებენ, იყო ამაზე საუბარი, არ აკეთებენ, არა ვერ აკეთებენ. ანუ მაგალითად მე რო ვიყავი სტუმრად ფორმულაზე გუშინ წინ და ის ჩემი ინტერვიუდან დაიგო ნაწილი და იქ 20 ტროლმა მაგინა ამაზე პასუხისმგებლობა მედიამ უნდა აიღოს, რომ ეს იფილტრებოდეს და ეს ეკოლოგია დაიცვას, თუმცა როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციებს ქონდა მედიასთან საუბარი, მათ ფიზიკურად არ აქვს ადამიანური რესურსი, ამაზე დღეში 3-4 ადამიანია საჭირო, რომ ეს ყველა დინება და კურთხება წაშალოს. თუმცა ჩემი პირადი აზრია, რომ ამაზე რესურსი გამოსაყოფია და მიუხედავად იმისა, რომ engagement-ი არც ისე დიდი იქნება, ეს აკაუნტები უნდა დაიბლოკოს, არ ვიცი, შემიძლია უფასოდ ვიმუშაო და დავეხმარო ამაში. ხო, ეს რაღაცა ეკოლოგია უნდა იყოს დაცული, იმიტომ რომ მეორეჯერ და მესამეჯერ თუ მედიამ არ დაიცვა ჩემი ინტერესი და იქ აგინებინა ასტროლს, უბრალოდ აღარ წავალ და ნერვებს აღარ მოვიშლი და ეს ისევ ჩვენ გვაზარალებს, ამიტომ არ ვიცი, მედიებმა უნდა გააკეთონ, მოკლედ ეს დაიცვან ეს სტანდარტი, რომელიც როგორც გითხარით, ოფიციალური სტანდარტი არ არის, ასე ვთქვა და არავინ ასწავლს. თუ აღარ არის მადლობა, დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ძალიან საინტერესო ლექციისთვის. როგორც იქნა, გავიგეთ, სად არის ჩვენი ასი ქარხანა. აუე მოგიწებული ხოდა და დამავიწყდა რომ ეს ტელეპათიურად ვიგზენით. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. გამოგვიწერეთ Facebook და Instagram გვერდზე საპროტესტო აუდიტორია. ჩვენ არ გავჩერდებით. მადლობა. ხალხი არ გაჩერდება.
ჩვენ ავაგორეთ პატარა ტალღა, რომელიც ცოდნის ტალღა, რომელიც საბოლოო ჯამში გაუჩერებელი იქნება. მადლობა, გელოდებით ყოველდღე საპროტესტო აუდიტორიაში.